საქართველოს გულისთვის კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ფორუმი შედგა. ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელად საქართველოში, იმერეთსა და ქუთაისში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ორგანიზატორთა განმარტებით, საომავლოდ სწორედ ამის საფუძველზე განისაზღვრება ქვეყნის პოლიტიკა, ასევე მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ფორუმი პოლიტიკური პარტია თავისუფლების მოედნისა და საზოგადოებრივი ასამბლეის თანაორგანიზებით შედგა. შევიკრიბეთ საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ ქუთაისის სამოქალაქო და პოლიტიკურ საზოგადოებასთან ერთად თავისუფლების მოედნის საზოგადოებრივი ასამბლეის თაოსნობით. რა თქმა უნდა, მსჯელობდით იმაზე თუ რა ხდება აქ ჩვენ თითქმის ერთი კვირაა უკვე რაც პრაქტიკულად პარტიის ოფისი გადმოვიტანეთ ქუთაისში, აქ ცხოვრობთ, აქ მუშაობთ, აქედან მართავთ პარტიას და ასევე ძალიან ბევრს დავდივართ ქუთაისის იმერეთის გარშემო მთლიანად. ხდებით ადამიანებს ვეცნობით რა მდგომარეობაა და დღეს ერთგვარი შეჯამებაც იყო. ვისაუბრეთ იმაზე თუ სად ვართ ახლა, იმიტომ რომ ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხვალ სად უნდა ვიყოთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება წინსვლა, აღარ არის დრო აი იმ ჭაობში ცხოვრების, რაშიც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ქვეყანა. მნიშვნელოვანია საქართველოს გულისთვის არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებში შევიკრიბოთ. დღეს ქუთაისში 100 ადამიანი ერთად მსჯელობდით ქუთაისის, იმერეთის და საქართველოს მომავალზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კითხვების დასმა და შემდეგ ამ კითხვებზე პასუხების ძებნა. დროა ყველამ ერთად დავსვათ შეკითხვები და ყველამ ერთად ვუპასუხოთ. რამდენიმე ქალაქში ვიყავით ქუთაისის ირგვლივ. პრობლემა ყველგან ერთი და იგივეა. მიგრაცია, სოფლის მეურნეობაში პრობლემები, სიღარიბე, გადაწყვეტილების ადგილზე მიღების არ ქონა, რომ მოსახლეობას და პოლიტიკოსებს ფაქტობრივად არ შეუძლიათ ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილებები. დროა მოусმინოთ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ხალხი მზადაა გველაპარაკოს თავიანთ პრობლემებს. მე როგორც სოფელში მაცხოვრებელმა ადამიანმა ვისაუბრე იმ რეალობაზე, რაც ჩვენ სოფელში არის, მაგალითად ის რომ სოფლის ეკონომიკა მთლიანად ემიგრანტებზე არის ჩამოკიდებული და რამდენი პრობლემა არსებობს და ასევე როგორც წარმომიდგენი აქედან გამოსავალი. ჩემი ხედვა ეგეთი არის, რომ ჩვენი გამოსავალი შეგვიძლია საკუთარი ოჯახის, საკუთარი სოფლის მაგალითზე ვეძებოთ, როგორც მაგალითად 90-იანებში გადაგვარჩინა და მანამდე ნადმა გადაგვარჩინა მაგალითად და ბევრმა ისეთმა ტრადიციამ, როდესაც მეზობლები, ნათესავები და სრულად უცხო ადამიანებიც ერთმანეთს მხარში ვედექით და ეგრეთ წარმომიდგენია ჩვენი მომავლის გადარჩენაც. დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს შიში ცვლილებების. რომ ეშინიარო შეიძლება იყოს ქაოსის დასაწყისი. და სწორედ ღრმა რაციონალური მსჯელობა თუ რა იქნება ცვლილებების შემდეგ არის გარკვეულად გარანტია იმის, რომ აი შიში გადაილახოს, რომ მოხდეს ცვლილებები. ქუთაისი არის ის ადგილი, ის ქალაქი, საიდანაც ქართული სახელმწიფოს იდეამ ხორცი შეისხა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ ჩვენი პირველი ფორუმი 8 თებერვალს დავით აღმაშენებლისა და ქართული უნივერსიტეტის დღეს ჩატარდა. დღესაც ამ იდეის გაგრძელება იყო. მსჯელობა, რაზეც დღეს ჰქონდა, იყო როგორი საქართველო გვინდა, საქართველო, რომელშიც ადამიანები, მოქალაქეები თავს გრძნობენ თავისუფლად, როგორი ადგილი უნდა შეასრულოს, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს, რა უნიკალური როლი უნდა ქონდეს ქუთაის, იმერეთს აი ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში და რა არის ის უნიკალური ფუნქცია, რომლითაც ქუთაისმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კავკასიის განვითარებაში.